Ძირფასო მეგობრებო, მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ავთანდილი. ავთო. რა გაგიხსნა? რო რაღაცა შემეწყო ასაკი? რა დაგმართლი? ავთო. ახლოს რო დაგინახო ხვეწე. არა, ისი რა არის? ხავს ესეც ხედავ? ესეც ხედავ. და პერიოდულად გავიკეთე. ეს რა დაგმართლია, სათვალე, ავთო, აი, არის ცხოვრება. არც თქვა. რა ვიცი, აბა ასაკის არ შეგეკითხები, იმიტომ არ მკითხოთ ეხავს. არ შეიძლება ხო. ხო, იმაზე ახალგაზრდად გამოიყურები, ვიდრე ასაკი გაქვს, მაგრამ არ შეგეკითხები, მაგრამ სათვალით უკვე ძალიან ისეთი ნიშანი მოგვეცი, რომ მირთი ჩვენი გამაგრებული სასმელი გესიამუნება წვენი ზოგადად მოხუცებს უყვართ წვენი ტკბილი უყვართ ზიხარ წვენზე ხო? ზივარ ხო რა შენ მაგ მე ტკბილი მიყვარს ხო იცი ხო ცხოვრება თუ ცხოვრებას მიყვარს და სასმელიც ესე იგი ავთო პირდაპირ უნდა დავიწყო ახლა იმ შეკითხვით აი უკვე ხო ხდები აი მე რამდენად ხარ ჩემს გადაცემაში სტუმრად აი ხო ხედავ აჭკის გევიკეთე უკვე აი ბავშვობიდან ჩემს გადაცემაში შენი პირველი გადაცემის სტუმარი ეს სუ პირველი რო გავიდა მე ვიყავი სტუმარი კი სუ პირველი რო იყო შენ იყავი სტუმარი და აი ბავშვობიდან მოვდივარ რა იმასა ხო სავალდებულო გამოცდები რო ჩასაბარებელი და წელიწადში ერთხელ გამოცდების შესაძლებელი აუცილებელი თან ყველაფერი შენგან გაიგო ხალხმა ჩემი ტარების ამბავით შემოქმედების ამბავით ცუდი ამბავით კაი ამბავით ყველაფერი გადის აი ამ გადაცემიდან გადის და მე უკვე პატრული აღარ გაჩერებს უკვე თუდად ატარებს ეს რა მიქენი მაგრამ კარგი ამბავი მიქენი რა ან რომ აჩერებდა მე პატრული შენი გადაცემის მე ავთო შენ ხარ აი შვიდობითი არა ხო. მაგრამ მაინც ბოლომდე ვერ გამოგწურე. მიხვდი ეგ არის რა, აქ ამბავი რა. მე ვერ ამოვწურე ჩემი. თვითონ შენ ხარ ამ მოუწურავი. კი ავთო. არ არის იცი? ხო ვერ ხსნი, რატომ მოდიხარ? ვერა. აბსოლუტურად ვერ ხსნი. ვერანაირად. აი ეგრევე კი, მე მგონი თან მერთვება, იცი მოლოდინის რო. სადაიკარგართი ვარ. იცი რატომ ვერ ხსნი? იმიტომ რომ მე გეტყვი, რატომ მოდიხარ ყოველ, იმიტომ რომ მე სულ ტრენდში ვარ, მიხვდი? სულ ტრენდში ვარ. მე ვარ სატელევიზიო გადაცემებში მაღალი მოდა ვარ, მიხვდი? ოტკუტი. ახლა რაღაცა ისე casual გადაცემები კი არა. ეს არის მაღალი მოდა გადაცემებში, მიხვდი? გასაგები. ამიტომაც მოდა რა, ფაქტიურად აი როგორც მოდაში Yves Saint Laurent-ი არის, აი ისე ძალიან სასიამოვნო. ძალიან სასიამოვნო, ამით უნდა ამაყობდე, იცი? ვამაყობ და იმიტომ მოვდივარ რა. მე მინდა დღევანდელი ერთ-ერთი სალაპარაკო თემა იქნება შენი ახალი გატაცება. რომელი? შენი ახალი ბევრი გატაცება გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი ახალი გატაცება, კაი ჩავიდებ ამ. კაი ჩავიდე. გამიყდა. ძალიან ჩამომწერა ხო? რა პონჩი ჩამომწერა. აი შეხე არა პროპორცია ან რა ვერ გავიგე. შემდეგ თუ რა ვიცი. ორი სათვალით თუ ორი სათვალით და ჯოხით თუ მოხვედი. ხო და ვერა. არის ერთი ესეთი გატაცება რომ რემონტის დიზაინი, ანუ შენი ინტერიერის დიზაინი, ხო? ანუ მაგრამ აი ოტკუწურის ენაზე ილაპარაკე. ხო, ინტერიერის დიზაინერობაც დაიწყე. ანუ ადამიანებს შეუძლიათ რომ მოვიდნენ შენთან და შეგიკვეთონ თავისი ინტერიერის დიზაინი. კი ბატონო, კი. ანუ 4 პროექტი გავაკეთე. ფასოთ, იმიტომ რომ ვსწავლობ ჯერ, მაგრამ ძალიან ბევრი რამე ვისწავლე. აი მაგალითად არის თქვენ ენაზე ინტერიერის დიზაინი, ჩვენ ენაზე ქვია ამას ევრორემონტი. ეგ იგუგლება? აი ზოგადად რა, ხო, აი დააკვირდე, ხო, სიტყვა ევრორემონტი მარტო ჩვენ გვაქვს, ხო, მე მგონი და შეიძლება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს გქონდეს, სომხეთს, აზერბაიჯანს, შეიძლება რუსეთს გქონდეს.
ევროპაში ეგეთ სიტყვა არ არსებობს ევრორემონტი, ხო ჩვენი მოგონილია, ხო ეგ? ხო, მოვიგონეთ და აი რაღაცა ის მივეცით, რა ვიცი, პედესტალზე ავიყვანეთ, ხო? რაღაცა სხვა არის. დამატებითი ეფექტია, ხო იცი? რა ნაცრისფერ კედელზე რო იცახი, იცი რა არის? აი მკვდარი თაგვის მესამე დღის ტონალობა ხო არ გინდათ? ხო. ამ დროს ნაცრისფერია. აი დაახლოებით ეგრე ეგ ევრორემონტი. და ანუ ესე იგი ინტერიერის დიზაინი, ანუ შეკვეთები გაქვს თუ როგორ ახლა სერიოზულად? აი ხა ვიღებ შეკვეთებს უკვე და ბევრი დამკვეთი გყავს რომ ბევრი არა ჯერ ვარჩევ, იმიტომ რომ რაღაცა სხვა ფილოსოფია მინდა ამ ყველაფერში ჩავდო, რომ არ იყოს აი დეჟავიუსავით რა, ყველა სახლი ერთნაირი და აი რაღაციდან ამოღებული ფურცლები და რო შედიხარ ახალ გარემონტებულ სახლებში და როგორია რომ აქ უკვე იყავი რა. აი ეგ რო არ იყოს, მინდა რომ ფილოსოფია შევისწავლო ჯერ ადამიანის, მისი რა ვიცი ხედვები და აი ამ ყველაფერს მოვარგო ჩემი ამ რატო გეცინება ეხა აი რაღაცა ჩაფიქრებულია ადამიანის მაგ პატარა თავში რა გიტრიანებს არა ადამიანის ფილოსოფია ადამიანის ფილოსოფია რო შეისწავლო როგორი რემონტი უნდა ხო არა რა ხედვები აქვს როგორი ხედვა აქვს რა აი აქ როგორი ის უნდა ხო აი ამ ოთახში რა ფერები შეიძლება არა ფერს მე შევთავაზე შენ შევთავაზე და ზოგადად შენ თუ გაგიგია რომ ყველა ვინც რემონტს აკეთებს ქართველი ყველა არის დიზაინერი კი ყველა ერკვევა რემონტს ძალიან თან აი რატო ვიცით ჩვენ ესენი ანუ რეალურად ყველაფერი ვიცით ხო ჩვენ ვიცით აბსოლუტურად რაც არ ვიცით ისიც ვიცით ხო ეგ მეცოდინება გურულს რო კითხეს როიალზე დაგვრა იციო და მეცოდინება ალბათო ეგეთი მაგრამ ეს ხელოსნებით შენი გეყოლება თუ არა კი ჩემი ჯგუფი მყავს დღესაც და ვაკეთებ უკვე შოურუმს სადაც აი მთლიან ისტორია შევთავაზებ ჩემი ხედვის ხო იმიტომ რომ ხელოსნები შენ მაგალითად ახლა უნდა შეისწავლო ცოტა ხელოსნურიც უნდა გახდე მიხდი ქართველი ხელოსნური ტიპი უნდა გახდე რა ხო იქ რო აი 10 ბებია გარდაეცვლება და მეზობელს სახლით 9-ჯერ გადაეწვება და იქ არ ვიცი მე 580 ჯერ დღესასწაულებზე რო უნდა დაისვენო აუცილებლად დასვენების მერე პახმელიაზე რო უნდა დაისვენო და დასვენების მერე უწევ შაბათი და კვირა და რო უნდა დაისვენო ნე ყველაფერი ვიცი აი მაგას მეუბნები ეგენი ყველაფერი იცი ხო ხელოსნები ისწავლე ძალიან მაგარია ვაკეთე უფასოდ ამდენი პროექტი კი ანუ მაგაში რო ფული ამეღო აკი არ ვიჯდებოდა აჭკი სადმე ყოფოდა ხო არა ეგ ვიცი ნერვებთან არის დაკავშირებული ეგ უნდა გაუძლო მაგეებს კი მე მგონი ნერვი არ მაქვს კი ბატონო და აი ისინი თუ იცი აი სარემონტო თემატიკები თუ გაქვს შესწავლე აი მაგალითად მაიაკში ლესვა გაგიგია ეგეთ გამიგია სახელებს ვერ ვიმახსოვრებ მაგრამ აი დღემდე ძვლის ვისწავლე რომ აი წერში დაბოლოება როა იმას კარნიზები ქვია და სულ ყლინჯებს ვიძახი და აი უკვე ხდებია რა მინდა რაზეა საუბარი კი ბატონო აი მაგალითად ლამინატმა პირი დააღო ეგ ტერმინოლოგია ეგ რაღაცები არის აი მაგალითად ცუდი სტიაშკა თუ არის ცოტა არ არის გამომშრალი შეიძლება ლამინატმა პირი დააღოს მადლობა კიდე რა იცი რა არის ერთი იარაღი არის რომელსაც ვიხსენებ დაიცა პრავილა იცი ეგ პრავილა რა არის იცი ეგეთი იარაღი პრავილა რა არის აი მართლე არა სიმართლე რას სიმართლე პრავილა არის ანუ რატო ეძახიან ანუ ესეთი რკინაა ხო ალუმინის ესეთი წვეტიანი რა ესეთი გრძელი ალუმინის რკინა რა და რა არის რატო პრავილა რატო ქვია ხო რომ ეს მალიარკას რო აკეთებს ხო ის ხო ქვია აბსოლუტურად სწორი კედელი უნდა იყოს მიხდი ხო და პრავილა არის რომ ეს ალუმინის არაფერი არ არის შეგიძლია ყველამ გააკეთოს მაგრამ იყიდება რაღაც ფასი ღირს ესეთი ალუმინის ესეთი რკინაა და კედელს ადებ უბრალოდ აჰა ოდნავ ჩაღრმავება თუ არის აი მად უკვე ხელოსანს რა კარგად საქმე ეს არის პრავილა ანუ სწორად მიტყვია სიმართლის დეტექტორი ყოფილა ეგ რაღაცა და ესეთია ძალიან მასიური მოხმარებისა ყიდულობენ ხელოსნები ყოველთვის პრავილაში ასწორებენ თუ ყველაფერი უნდა ისწავლო რა ოჩა შენთანაც გავილი კურსი აი ესე ქართულ რბილავეში თუ ამბზადებ არა აი რბილზე ვერ ვართ კარგი რატო ვერ ვნახე ჯერ ისეთ სპეციალისტებს ძირითადად ძირითადად როგორ რბილავეში ამბზადებენ იცი რომ აი
მაგალითად ერთ კვირაში რო ჭრაჭუნს რო იწყებს ჩვეულებრივად და ორ კვირაში რო აი მაგალითად დივანი რო შენი ტრაკის ფორმას იღებს. როგორ სწორდება. თან იცი საჩატო უკვე. ასამჩნები აი აქ და უკვე იცი. ესეთი ფორმა აღარ ეგ არის ქართული ავეჯი ამბავი. ქართული. ეგ არის. მაგას არ შეეჭიდო არასოდეს არ შემეჭიდები, არა. თან იმდეს ვაშუქებ ამ ყველაფერს, რომ ეხა ტურიკას ტურში ვიყავი, გუშინ ჩამოვედი, ხო და ხო არის რომ აი ვათვალიერებდით რა, რა ვიცი, სხვადასხვა ციხესიმაგრეებს და ერთ-ერთ ეკლესიას ასწორებდნენ რა. ანუ ხარაჩოები და მთელი ამბავი და მე ვაშუქებ როგორც ყოველთვის და უცებ თიკამწერს ფაცაცია. რა. ვაი მე ავთო კიდე კაი ტურიკა დავინახე, თორე ვიფიქრე რომ ეკლესიების რესტავრაციაც მე უკვე შემეშინდა, ყავდა ვაიზმერე. ეკლესიების რესტავრაციაც ფაქტია. არა, ეგეთი ნაგლია. ანუ მაგას საქმეში არა ხარ. იცი რა, ეს ახლა რაღაც ახალი ტრენდი რომ ამ პანდემიის პირობებში დიზაინერებმა დაიწყეს ბრენდირებული პირბადეების გაკეთება. ასე რაღაცა პირბადე და აქ რაღაცა აწერია რაღაცა დიზაინერის ამბავი. აი ხე გააკ ეგეთი რომ მე გავაკეთე ოღონდ ქართული ბაზრისთვის არა, ამერიკისთვის გავაკეთე და გავაგზავნეთ. იმიტომ რომ რაღაცა ისეთი ეხინაციები და ხარშვებით იყო, ეხლა რომ მოგიყვე ჩამოვარდება გადაცემა. ანუ როგორ ხარშვებით რას ნიშნავს? ხარშავდით პირბადეებს? ხო ხარ გეცი რომ მოგიყვე. მიდი მაინტერესებს. ანუ ცალკე გვირილას ვიღებდით, იმას ხარშავდით, იმას თავისი ფერია, კიდე რაღაცა ხო კიდე რაღაცა არ ვიცი 4 მცენარე ერთად ვაერთებდით 4 შრეზე და მთლიანობაში გამოდიოდა აი ესეთი კარგი სასუნთქი ნატურალური პირბადა, რომელსაც თან საპონიც მოყვებოდა. ანუ თან სუნთქავდა, თან სურნელი ქონდა, ესეთი გვირილას სურნელს ის. კი. ოცნება ეს შენი იდეა იყო, ხო? ჩემიც. შეიძლება რომ რაღაცა სუნამოს იხმარო შიგნით და ის სუნამოს არა, სუნამოთი დაიხჩვებები. ხო, შეიძლება დაიხჩვა, კი ბატონო. ნუ გააჩნი. და აი ამ გაჩერებულ ქვეყანაში ახლა როგორ შეგეხო ეს? გაჩერების დროს მეც გაჩერებული ვიყავი, უბრალოდ ფერწერას დაუბრუნდი და 1.30 ტილო დავხატე. და შემდეგ უკვე როგორც კი გავიხსენით, ძალიან დიდი მადლობა დავრჩით ქართულ ბაზარზე ქართველებით და ნუ არ დამკეტეს, ანუ მამუშავეს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან უყვარვარ ხალხს. ანუ ბევრი რო გაიხსნა მაღაზიები, ბევრი ადამიანი მოვიდეს აქ. საოცარი რაოდენობა იყო დღემდე და ეს ქართველების. ეს უ ქართველები, ხო? ქართველების, ხო, მე ძალიან მეშინოდა მარტო ქართულ ბაზარზე დარჩენის, იმიტომ რომ ძირითადი გაყიდვები ტურისტებზე მოდიოდა და ნუ არ ჩამოუვარდნენ. მადლობა ქართველებს. ავთანდილი. თან კაი მე მომწო შენი ტანისამოსი ძალიან კარგი. ხო და აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრს მოწონს. კი, ნუ ისეთია რა. კარგია რა, ეხლა მე არ არის ცუდი. კი, მახსოვს ჩემი გადაცემისთვისაც გააქვს შეკერილი პერანგი და ნუ მე რო გაპიარდი უკვე ამ გადაცემის მე უკვე აღარც კერა, აღარც მიკერა, მიხდი უკვე. ჩემგან დაიწყე და უკვე ამივარდა თავში. ჩემგან დაიწყე და უკვე აღარც იხედები აქეთ, ესე იგი. მე მგონი შენ გაპიარდი, მე რო ვიყავი პირველი სტუმარი. ხო. კი ბატონო, კი. იცი რა უნდა კითხო? ერთი ისეთი შეკითხვა. აი თანამედროვე აი მაგალითად ტენდენციები არის ხოლმე რაღაც მოდაში უცებ რა ინტერნეტში საშიშებდივარ ხო უცებ ამოაგდებს რაღაცა მოდის ჩვენება სადაც ძალიან უცნაური ტანისამოსით გამოდიან რა ხო არის პერიოდულად თუ არტს აკეთებენ იმ შემთხვევაში აი რა არის იცი აი მაგალითად მე რამდენიმე აი უბრალოდ ვერ ნუ შეიძლება მე ცოტა ისეთი აი ეს მოიცა ერთ წამი მოიცა ეგრე სადა ყველა შევინა ნახე მე რამდენი გამაფუჭე აი ესეთი მაგალითად რა დედა რა დღეში აქ ნერვები ამ კაცს ხედავ როგორ ამას თუ დიზაინერს ხო ეს არ ვიცი რა არის ხო აი მაგ ერთი გვერდი გადადი კიდე აქეთ აი ეს მაგალითად აი ეს ჩემი თემაა რემონტის ის ეს არის ხელოსნის ამას მეც გამოვუშვებ ერთი ხო აი ესეც
ამას ნერვი აღარ აქვს. იდეა? არ არის მეტი. მე ყოფა უკვე. ხო, წარმოიდგინე ხარ ქართული მაშო გადმოიღო, ზემოთ ჩოხარო გაცვია და ქვემოთ ეს ესო და ხარ. არ გინდა ეგ. დაგღუპავენ აქ, დაგწოვენ. რო დაღუპულები ვართ. გადაგცემენ ანათემას. იცი რა არის ერთი ესეთი შეკითხვა, არასოდეს არ დამისვია სხვამს ესეთი კითხვა შენთვის. აი მაგალითად ახლა შენ ხომ ახლა წარმოშობით ოზურგეთიდან ხო ხარ? კი კაცო. ხო, ნუ ახლა ყველა საიდან ყაცოთ რა. ხო და აი ოზურგეთიდან ხარ წარმოშობით. აი მაინტერესებს აი დეტალებში შენი ბიოგრაფიული ამბავი. მაგალითად. აი მაგალითად 16-17 წლიდან აქამდე რა, მიხვდი? აი ამდენი დრო გვა? არა, ამდენი არა უცბად გაივიარა. აი მაგალითად, ხო, 17 წლის რო იყავ, მაინტერესებს რა, სერიოზულად მაინტერესებს რა, როგორ დაიწყე რა რაღაცები მაინტერესებს. დავიწყე ცოტა არაადეკვატურად. მამაჩემის ტანსაცმელების გადაკეთებით, მე ვიცმევდი, იმიტომ რომ არ იყო არაფერი არ იყიდებოდა და მე ეს მომწონდა. ხო. რა ვიცი, შემდეგ მივყევი ფერწერას. ფერწერიდან მე მივიღე აქ ამას ფესტივალში მონაწილეობა და მე ესე დაიწყო. მე იყო ის პერიოდი, რომ სიმღერა, ცეკვა, მოდა აი ეგეთი კლუბური ვერსიები ეგ რა იყო ეგ როგორ იყო ბერიკონში ტარდებოდა ხოლმე ბერიკონშიო ტარდებოდა ხოლმე ჯერ მომღერალი მღეროდა მე იყო ან ცეკვა ან მოდა პროგრამის ერთ-ერთი წევრი ვიყავ და მოდების ჩვენება ქონდა ხოლმე ბერიკონში გამოდიოდი მოდელები და ნუ სხვადასხვა ადგილებში რესტორან რაღაცა აი ეგეთი ამბავი იყო და ნუ მე უკვე ნელ-ნელა გავასერიოზულე ეს ყველაფერი იცი რატო გკითხე იმიტომ რომ მაგალითად ხო ნუ არის რა ეს რომ აი მაგალითად ჩამოსულებით და დაგვაჯექით თავზე. ხო არის. არც მაგისობა. შენ უფრო ჩაგიკრა თბილისმა, მაგრამ აქ ხებს პრობლემები. შენ უფრო მიიღო თბილისმა, მაგრამ აი ხებს მაინც აქვს პრობლემები არის თავის დამკვიდრებით. ხო, არ ვიცი. ხო, იმიტომ რომ მე არასდროს არ ჩამოვსულ ვარ, როგორ გითხრა. არ დამიკარგია ის ტერიტორია, საიდანაც ვარ და ყოველთვის ამას ვახსენებ და ეს არის ჩემი ძალიან დიდი პლუსი. კი ბატონო, როგორც მაგალითად ნანუკა სულ ამბობს, რომ წყალტუბოდან არის და ამით ამაყობს რა. ხო, არ ვიცი, აბა ეხლა არც ეს იუმორის გრძნობა მექნება და არც ეგეთი გულწრფელი ვიქნებოდი და შენ გადასამაშით არ ვიჯდებოდი. არანაირად. არა, მე მიყვარს შენი სტუმრობა, იმიტომ რომ შენ ძალიან მომხიარულებს. ზოგადად ხალხი მხიარულობს. ჩვენი მიზანი რა არის? ავთო, შენ ხო რაღაცა დიზაინერი ხარ, კაი ტანსაცმელს კერავ. მე გადაცემის წამყვანი ვარ და ჩვენი მიზანი შენ ხალხს ეხმარები რაღაცით. მეც ხო ვეხმარები და ეხლა მე შენით ვეხმარები ხალხს თუ კაი ხასიათზე დადგეს. მიხვდი აი? ხო და დავაყენოთ. დავაყენოთ კაი ხასიათზე. ამიტომ რა არის იცი? ერთი ძველი ნაცნობი მინდა შემოვიყვანო შენთან რომელიც ომაც იგივე გზა გამოიარა. მიხვდი? ხო, დღემდე გადის? დღემდე გადის იმ გზას. ოღონდ პლატო ზურგეთიდან არ არის, უფრო არის ზესტაფონიდან. ზესტაფონიდან რომელიც ჩამოვიდა თბილისში ეწმალება, შრომობს ძალიან ბევრს და უნდა რომ თქვენ დიზაინერია? იცი რა არის, ამას შევხედავთ. ამას შევხედავთ, ხო, ან თვითონ ჩაცმულობითაც მიხვდები რომ ძალიან ახლოს არის იმასთან. კი ბატონო, მობძანდით. ვერმიცანია, ხოია შემ ამ სპაროში. ვერა, მოიცადე. გაიგებოდა. მეთინო ვარ, შენი პირველი სიყვარული. მართლა ვარ მიცანი, ბიჭო. მეცა დამაკვირდი. პახოტკაზეც ვერ მიცანი. აი ვიწყე. რა, ბავშვობაში ქეგიჟდებოდი ამ პახოტკაზე რა. პირველი სიყვარული საიდან? მაგიყვები ახლა. კაი. გახსავს ზურგეთში. ზურგეთში რო ჩამოვდიოდი, მამიდა ჩემთან გახსავს სუფსის ნაპირებზე რო დავჯლიგინოვდი, გახსავს. არა, არის ბავშვობა, კაი იყო, კაი. ახლა ქევართ აბა, გამოჯგიმულები ვანო შოუში, იფიქრებდი აბა. გადავდღიალებულ სტუდიაში. არ თქვა. არ თქვა. და ისე მიხარია შენი წარმატებები ამ ვიღაცა კუწურიებში და ფოე ხალხში რო გაქვს ურთიერთობაი. ძალიან თვალყურს გადევნებ შენ. ხო, მეც მქონდა ნიჭი ბავშვობაში, მინდოდა დიზაინერობაი, მაგრამ
თვითონ ზესტაფონმა არ მომცა გასაქანი. მე კი არა, დოლჩე და გაბანა რო დავადებულიყო იქანა. ერთ ყავის ბიზნესი ექნებოდა, მეორეს ხაჭაპურის. რატო? კარგად გამეიყურები ძალიან. მართლა. რაცხა სვეცკად. სვეცკად შენ გამეიყურე. რატო ვერ? არა, ახლა მე რო შემამხედავენ თავიდან, ჩემზეც კი იფიქრებენ, ეს გაისვეცკი გოგუაო, სანამ ლაპარაკს დევიწყებ და გევიცინებ. ართოია, რა მინდა იცი გითხრა. პროფესიონალია ხარ ახლა შენ და შენი აზრი მაინტერესებს. ეკაბა ყვითელი არის შავი კოპლებით თუ შავი არის ყვითელი ლაქებით? ეკაბა. ეკაბა არის ყვითელი შავი კოპლებით. ლამზირია და მონიკო, რო გეუბნებო. არ ყოფილა, სორი, ესე ცელა. ხათაშორის ამ კაბას აქვს სხვანაირი იდეური დატვირთვა ამ კაბას და კოპლებს. რა ვართ ამერიკის დროშაზე ვარსკვლავები არის შტატების რაოდენობას რო გამოხატავს. ისე გამოხატავს ეს შავი კოპლები ზესტაფონში არსებულ იმას ჰაერის დაბინძურების დონეს. თავიდან ამ კაბაზე ერთი შავი ლაქა იყო. ახლა ქეხედავ რა დღეშია ზესტაფონის ეკოლოგია. ისასაული. რა მინდა იცი რო ხავა? ხო. ის გოგოები რო ყავს იქანა მოდელები. ხო. ხო. იქანა რო გამჩითო მე არ შეიძლება? არ შეიძლება. მაგ მოდელად არა. მაგ მონაცემები ასე გედი. ასე არ არის კაი? არა. დაძაბე უფრო მიხვდა. რა დავძაბო? თეძო. თეძო? ხო. ეგრე. კი, კერდი აწი. ოდნა მოიხარე. ეგრე. და დაძაბული, სახე მოძაბე. დაძაბე. აი მე რევქნაზე. არ ვარ ხელიდან გასაშვები გეუბნები. არ გიშვებ რა, ერთი ორი. მოდელად ვარ დაბადებული. მართლა, ხო. მე სარკეში ხედე. იმაში რა ქვია, სოფელში აღმადაღმა გლახაგზებზე სიარულმა იმას რა დამიჟღარკა ეფეხები თუ არა. ანდრინანალი მამჯობია მე. ერთი წელია ჩამევედი თბილისში საცხოვრებლად. მერე? ხო და ცოტა ქედე ვიხვეწი, ახლა შემატყობდი. ისე რამდენი სოფლელები ვარ თბილისში, ხო? ბევრი. ხო, წარმოიდგინე ახლა მეც რო წევიდე, შენც რო წახვიდე, ვანოც რო წევიდეს, იგვარამია რო წევიდეს. პერო და ხერხემალი დარჩებიან ესენი მარტო. აბა, რას დავაკვირდი იცი? მოდა ბრუნავს რო ამბობენ. ხო. მოდა ზესტაფონში ბრუნავს თუ ბრუნავს. აბანაირად. რატო იცი? იყიდიან ერთხელთან საცმელს, ჯერ უფროს ბავშვს ჩააცმევენ, მერე შუათანას ჩააცმევენ და ბოლოს უმცროს. ხო და ჩემ კაბას თუ დააკვირდები, ახლა ქები ხვდები რომ უმცროსი ვარ დედმამიშვილებს. წევედი ახალი გასანოჭკები უნდა ვიყიდო. ესი რა ქვია, დაღლილი ფლამინგოს ხაზი გადასულა, მოდიდი. არ ვიცოდი. ხო და იმას ვათქმევიებ ახლა ვინმეს ქეთინო ტრენდებში და მოდის ტენდენციებში ვერ ერკვევაო. ბატონო. წევედი. დაძაბე სახე და ისე გადი. სახეს დავძაბად. ავთო სუფსის ნაპირზე გატარებული გეიხსენე შენ არ იყო გლახასაღამოე. პირველი სიყვარული. შენი პირველი სიყვარული. ბავშვობის შეყვარებულის პატარა ბავშვობის შეყვარებული. აკაი. არ თქვი, მე წაგემოვნე. ძალიან მიყვარხარ ავთო. ძალიან დიდხსემ. ყველანაირი წარმატება მიხარია შენი. ყველანაირი აბსოლუტურად. შენ ხარ სტუმარი, რომელიც ყველაზე ძალიან მიხარია რომ ჩემს გადაცემაში მოდი. არ გატყვი, აი გულწრფელად გეუბნები, იმიტომ რომ რაღაცნაირად აი თან სახალხო ადამიანი ხარ. მოდი, სახალხო ეგ არის და თან ჩემი გადაცემისთვის ძალიან ისეთ. ისევე ხმამაღლა ფიქრობ, შენ თავზე ლაპარაკობ ეხა. მე ზუსტად იგივე მინდა გითხრა და ყველაზე დიდი სიხარულით მოვდივარ აქ და ეს მეტყობა კიდე. მადლობა, ძალიან დიდი. მადლობა. წარმატებებს გისურვებ ყველაფერში და ნუ რა ვიცი, ახალი სეზონიდან
ეს პერანგიც აი რა კი. ასე პირდაპირ ხვალ უნდა მეთქვა რა რაღაცა შეპარს კარგია რომ მითხარ. აია რომ მითხარ, ისე დავიწყებე. კარგი, დიდი მადლობა. პირიქით. ავთანდილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, მადლობა.